USAID ამერიკელი ხალხისგან. წლების განმავლობაში ამ ლოგოს საქართველოში მოქმედი NGO-ები თუ შტატებიდან მოვლენილი ელჩები ქვეყნის დახმარებასთან, სიკეთესთან და განვითარებასთან აიგივებდნენ. თუმცა, როდესაც მილიონობით დოლარის უცხოური გრანტების რეალურ მიზნობრიობაზე ლოგიკური კითხვები გაჩნდა, შტატების ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ეს აბნევს საზოგადოებას ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების და რაც კი ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად და არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები. გავიდა დრო და იმას, რასაც კელი დეგნანი კონსპირაციას უწოდებდა, შტატების მოქმედი ადმინისტრაცია რეალობას უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკული ფული უცხო ქვეყნებში გაცხადებული მიზნების შესაბამისად არ იხარჯებოდა. თუმცა სანამ ამ განცხადებას ჩაუღრმავდებით, უშუალოდ ქართულ რეალობაზე ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ამერიკელი ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოქვეყნდა. საუბარია USAID-ის გრანტებზე, სადაც კოლოსალური თანხებია მოცემული. მრავალმილიონიანი პროექტების შესახებ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა და ხელმისაწვდომი გახდა USAID-ის საქართველოში დაფინანსებული პროექტების ნაწილიც. ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ 5 პროექტზე ვისაუბროთ, რომელიც ჯამში $58 მილიონ მეტ დაფინანსებას მოიცავს. კიდევ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ქვეყანაში USAID-ის პროგრამების ფარგლებში 2019 წლიდან მინიმუმ $58 მილიონი შემოვიდა. თუმცა პროგრამებისა და მასში მონაწილე ორგანიზაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა სიღრმისეული ძიების გარეშე შეუძლებელია. მთავარი კითხვით დავიწყოთ. რისთვის იხარჯებოდა რეალურად საქართველოში ამერიკიდან შემოსული მილიონობით $? თითოეული პროგრამა განვიხილოთ. USAID-დან $26 მილიონ მეტი არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოიყო. თანხა მიიღო არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმმა. თუ USAID-ის გვერდზე აღნიშნულ პროგრამას მოვიძიებთ, მხოლოდ ზოგად აღწერას ვნახავთ ლამაზი ფრაზებით. არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის მეშვეობით USAID ავითარებს პოლიტიკური პარტიების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და საქართველოს საარჩევნო მართვის ორგანოების შესაძლებლობებს. მიუწვდომელია ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა აქტივობებს ხმარდებოდა ეს თანხა და ვინ არიან გრანტის ადგილობრივი მიმღებები. მხოლოდ ცნობილია, რომ პროგრამა 2019 წელს დაიწყო. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პროგრამის ფარგლებში 2019 წლიდან დღემდე ფინანსდებოდა IRI, ანუ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქმიანობა საქართველოში. რადგან პროგრამა არჩევნებს ეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ 2019 წლის შემდეგ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივი და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ IRI მანიპულაციურ საზოგადოებრივ კვლევებს აქვეყნებდა. მისწაველი სამუშაოებს კი ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული კომპანიები ატარებდნენ, რაზეც წარსულში მმართველი გუნდიც აქტიურად საუბრობდა. ასევე საინტერესოა, რომ 2024 წლის არჩევნებზე IRI იყო ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტმაც პირდაპირ გაიმეორა რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო მოთხოვნა. მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალიც. 2023 წელს, როდესაც ზურა ჯაფარიძე და მისი პარტნიორი რადიკალები ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებდნენ და რევოლუციაში ამეცადინებდნენ, მას მხარს უჭერდა IRI-ც, რაზეც აღნიშნულ ტრენინგებზე ბანერიც მიუთითებს. თუმცა ხელმისაწვდომი არ არის, რა თანხა მიიღო USAID-ისგან რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ან ეს უკანასკნელი რა თანხებით დაეხმარა ჯაფარიძის ტრენინგებს. ფაქტების გათვალისწინებით ლოგიკურია კითხვა. არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც USAID-მა დააფინანსა, მართლაც ემსახურებოდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. გაუმჭვირვალე ფინანსები და გამჭვირვალე ფაქტები საპირისპიროსკენ მიანიშნებს. ჰაკერების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული სიიდან შემდეგი პროგრამაა ანგარიშვალდებულების, კეთილსინდისიერებისა და რეფორმირების ხელშეწყობა არჩევნებში. ის USAID-მა $2 მილიონ მეტით დააფინანსა, რომლის მიმღებიც ისვედია. სამართლიანი არჩევნები. პროგრამა 2019 წლიდან იწყება. ალბათ ეს არის ყველაზე ირონიული ფაქტი. პირველ რიგში პროგრამის სახელი და ისფედის მოქმედებები ხომ სრულად დენაშია.
სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული გრანტი 2019 წელს მიიღო. 2020 წლის არჩევნებზე კი ხმების პარალელური დათვლა გააყალბა. ანუ პროგრამის სათაურში მითითებული კეთილსინდისიერება იმთავითვე გამოირიცხა. მმართველმა გუნდმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მიმართა მაშინ ისვედს, გაესაჯაროვებინა მეთოდოლოგია. თუმცა ისვედმა მოთხოვნა დააიგნორა და მეთოდოლოგია დამალა. ანუ არ უზრუნველყო საზოგადოების ინფორმირება. ანუ ანგარიშვალდებულების პუნქტიც დაარღვია. ჩვენ როგორც გავარკვიეთ პარალელურ დათვლის იმ მეთოდოლოგიაში, რომელსაც იყენებს სამართლიანი არჩევნები, ხდება ბათილი ხმების მიწვევა. 2 თვის განმავლობაში დუმდა ისფედი პარალელურ დათვლაში არსებულ манипуляციაზე, რითაც ის დროს აძლევდა რადიკალურ ჯგუფებს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისი ჯერ შეექმნათ, შემდეგ კი გაემწვავებინათ. რაც თავის მხრივ გამორიცხავს აღნიშნული ორგანიზაციის რაიმე დადებით როლს არჩევნების რეფორმირების ხელშეწყობაში. 2020 წელს ისფედის манипуляციის შესახებ ინფორმირებული იყო დონორიც, ანუ USAID, რაც ისფედის იმდროინდელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა. ჩვენ როდესაც დავადგინეთ ამის შესახებ და უკვე საბოლოო ინფორმაცია გქონდა ამის შესახებ, ვაცნობეთ ჩვენ დონორ ორგანიზაციას. მაგას გეკითხებით. USAID არის დონორი ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს. როდის მიაწოდეთ ინფორმაცია USAID? ეს იყო სადღაც ნოემბრის ბოლოს. ნოემბრის ბოლოს USAID-მა უკვე ყველაფერი იცოდა. ამ აღიარების შემდეგ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა საელჩოსაც. USAID-ის ოფისი ხომ სწორედ საელჩოშია. მათ იცოდნენ, თუმცა ორივე დუმდა. უყურებდნენ ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს, რომელიც სწორედ ისფედის манипуляციას ეყრდნობოდა და სიტყვაც კი არ დასცდენიათ, რომ ხმების პარალელური დათვლა რეალობას არ ასახავდა. პირიქით, ელჩი დეგნანი მოლაპარაკებებს უწევდა ფასილიტაციას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. არადა ხელოვნური კრიზისის დასრულება ერთი განცხადებით შეეძლო. სიმართლის აღიარებით. არა თუ ისფედი თავად USAID იყო ჩართული 2020 წელს ყალბი შედეგების პარალელურ დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში და ეს თავად ისფედმაც აღიარა, რომ USAID-მ იცოდა 2020 წლის ჯერ კიდევ ოქტომბერში, მალევე იცოდა, რომ პარალელურ დათვლის შედეგები იყო მცდარი და მიუხედავად ამისა, არათუ პროაქტიულად არ უთხრა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს USAID-მ, რომ ეს იყო მცდარი და აქედან გამომდინარე ამაზე არ უნდა აწყობილიყო რაღაც კამპანიები, არამედ პირდაპირ მალავდა მათ შორის უშუალო შეხვედრების დროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ იცოდნენ ამის შესახებ, რომ იყო მცდარი. გარდა 2020 წლისა, საინტერესო დეტალია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. ისტორიაში პირველად ისფედმა ხმების პარალელური დათვლა არ გამოაქვეყნა, რადგან ის CESCO-ს მონაცემებს იმეორებდა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. რითაც ისფედი ამჯერადაც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა. ისმის ლოგიკური კითხვა. USAID საქართველოში არჩევნების რეფორმირებისთვის აძლევდა მილიონობით დოლარს ისფედს, თუ ეს თანხები ისფედის გავლით რადიკალური პროცესების დაფინანსებას მოხმარდა. შემდეგია სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომლისთვისაც 20 მილიონ დოლარზე მეტი გასცა USAID-მა. მიმღები ორგანიზაცია East West Management-ია, თუმცა ვერც USAID-ის და ვერც აღნიშნული ორგანიზაციის საიტიდან ვერ ვიგებთ ზუსტად რა პროექტებში დაიხარჯა და ვის დაერიცხა გრანტები მოცემული 20 მილიონი დოლარიდან. გარდა გაუმჭვირვალობისა, არსებობს დიდი კითხვის ნიშანი East West Management-ის მიერ თანხების გაცხადებული მიზნით ხარჯვასთან დაკავშირებით. USAID-მა 20 მილიონ დოლარზე მეტი მისცა სამართლის უზენაესობის პროგრამისთვის ორგანიზაციას, რომელიც დონორის ფინანსებით დანაშაულს ახალისებდა. კერძოდ 2023 წელს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დანაშაულისთვის დაკავებულებს გირაოს უხდიდა, რითაც რადიკალიზმს ახალისებდა და აქტივისტებში დაუსჯელობის განცდას ქმნიდა. ერთ-ერთი NGO-ს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ბაზაზე მაშინ ფონდი შეიქმნა, რომლის დონორიც USAID-ის პარტნიორი East West Management-ი იყო. საინტერესო რამ მოხდა მაშინ. აღნიშნული პროგრამის დონორებში თავდაპირველად USAID-იც ჩანდა, რასაც სკანდალი მოყვა და მის ჩასახშობად USAID-ის ლოგო საიტიდან გააქრეს, მაგრამ ეს ხომ მოცემულობას არ ცვლის. East West Management-ი ფულს USAID-დან იღებს. შესაბამისად, სწორედ ამერიკელი ხალხის ფული ხმარდებოდა საქართველოში პოლიციელების მოლოტოვით დამწველების, თბილისის ქუჩების გადამწველებისა და პარლამენტის შენობის დამრბევების გირაოების გადახდას, რათა სხვებსაც ჰქონოდათ განცდა, რომ დანაშაულისთვის მათ გირაოსაც გადაიხდიდნენ და ციხეში წასვლა არ მოუწევდათ. განსაკუთრებით საინტერესოა მედია პროგრამა, რომლისთვისაც USAID-ის მიერ გამოყოფილი 10 მილიონიდან 6 მილიონ 200,000 დოლარია გახარჯული. დეტალები აქაც არ არის მითითებული, არც დონორის. ამ შემთხვევაში USAID-ის შიდა ინფორმაციაში,
რომელიც ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა და არც USAID-ის საიტზე. თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით გარკვეულ მიგნებებს აქაც აღმოვაჩენთ. მედია პროგრამა საქართველოში USAID-ის დაფინანსებით და AIREX-ის პარტნიორობით მოქმედებს. AIREX-ის საიტზე კი შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი განმარტება. მედია პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით და მუშაობს რამდენიმე ძირითად ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და მედიის ადვოკატირების კოალიციასთან, ასევე ათეულობით დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებთან. იმთავითვე ცხადია, რომ პროგრამით ფინანსდებიან მკვეთრად ანტისამთავრობო განწყობების მქონე და პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაციები. გარდა ამისა, თავის მხრივ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც USAID-ის გრანტებს AIREX-ის გავლით იღებს, თავადაც გასცემს პრიზებს. თუმცა რა თანხებს იღებს და რამდენს გასცემს, ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. ფინანსებული მედია პროგრამების პროგრამის ფარგლებში თქვენ გასცემთ პრიზებს. რამდენი გამჭვირვალეა ის გრანტები, რასაც იღებთ და არის თუ არა საჯარო, გახარჯული თანხები და მიზნობრიობა? გამჭვირვალე ნამდვილად არის ჩვენი გრანტები, მაგრამ ხარჯთახვით სხვა არ ვარ ვალდებული, რომ თქვენ გაჩვენოთ. ამ გრანტის ფარგლებში, რასაც ვაკეთებთ, არის გამჭვირვალე. ამ ხარჯების მიზნობრიობა არის თუ არა საჯარო? სად შეგვიძლია რომ ვნახოთ? მიზნობრიობა რას ნიშნავს? გამოვაქვეყნოთ თანხები და მიზნობრიობა, დიახ, რასაც იღებთ. რისთვის იღებთ? რა თქმა უნდა, არის საჯარო, გამოვაქვეყნეთ წლიურ ანგარიშს და ნახავთ. არ მინდა თქვენ ქარტიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ წლიური ანგარიშები ხელმისაწვდომია, თუმცა ასეთი რამ მათ საიტზე საერთოდ არ იძებნება. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც საჯაროა. უცხოეთიდან დაფინანსებული ქარტია გასცემს პრიზებს. გამარჯვებული ჟურნალისტები კი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად მიკერძოებულ და ასევე გარედან დაფინანსებულ მედია საშუალებებს წარმოადგენენ. როგორებიცაა ინდიგო, პუბლიკა, რადიო თავისუფლება, ბათუმელები, მთისამბები, სტუდია მონიტორი, რომლებიც რადიკალიზმს ახალისებენ და საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებენ. გამარჯვებულებს შორის ნახავთ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების გამორჩეულად რადიკალ მონაწილე ჟურნალისტებსაც, როგორიცაა მაგალითად სტუდია მონიტორის ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი. ხელისუფლება პირდაპირ რუსული კანონის კალკირებას აკეთებს. და ბოლოს, ინტერნეტში გამოქვეყნებულ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში ხვდებით სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელზეც დახარჯულია $3,550,000. დეტალები, როგორც დანარჩენ შემთხვევაში, საჯარო აქაც არ არის. მათ შორის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა არც USAID-ის საიტზე. რასაც ვიგებთ არის ის, რომ პროგრამა ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობას საზოგადოების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო განათლებას, სკოლებში მოსწავლეების მიერ მართული სამოქალაქო და დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესებით, სკოლის დონეზე სამოქალაქო განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა და სტუდენტების უნარისა და ცოდნის გაუმჯობესება. პასუხისმგებლობით გამოიყენონ ტექნოლოგია, რათა მონაწილეობა მიიღონ ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე სამოქალაქო აქტივობებსა და საზოგადოებრივ დისკურსში. პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობას აფინანსებს, ეგრეთ წოდებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით ბადებს ეჭვს, რომ USAID-ის ფული შესაძლოა იხარჯებოდეს რადიკალურ პროტესტებში ახალგაზრდების მონაწილეობით, როგორც ეს ბოლოდროინდელ აქციებზე ვიხილეთ, რომელშიც როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები ფიგურირებდნენ ძალადობრივ მოქმედებებში. და ამ ეჭვს კიდევ უფრო მეტად რეალურს ხდის ერთი დადასტურებული ფაქტი. სწორედ USAID-ის დაფინანსებით 2023 წლის ოქტომბერში თბილისში აი ეს სემინარი ჩატარდა. ყველა ვნახეთ და მოვისმინეთ, როგორ უზიარებდნენ კანვასის სერბი წარმომადგენლების სახელმწიფო გადატრიალების გამოცდილებას ქართულ არასამთავრობოებსა და ოპოზიციონერ აქტივისტებს. ეს არის რეალობა, რაც ვნახეთ და ვიცით. თუმცა მაშინ USAID-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენს თვალებს არ უნდა დაუჯეროთ და რომ ეს რევოლუციისთვის მზადება კი არა, ხელოვნებაზე გამართული დისკუსია იყო. კანვასი არის ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე. რეალობა ერთია, დონორი კი მეორეს ამტკიცებდა, ისე როგორც ახლა. პროგრამების ლამაზი სახელები ერთს ამბობს, თუმცა ფაქტები განსხვავებულ რეალობაზე მიგვანიშნებს. პროგრამას სამართლის უზენაესობა ჰქვია, თუმცა $20 მილიონი მიმღები ორგანიზაცია სამართლის ხელშეწყობის ნაცვლად დანაშაულს ახალისებს და რადიკალ აქტივისტებს გირაოს უხდის ახალი დანაშაული რომ ჩაიდინონ.
მედია პროგრამა, რომელიც აღწერის თანახმად მედიის განვითარებას უნდა მოხმარდეს, პროოპოზიციური მედიების დაფინანსებას ხმარდება, რომელთა კონტენტიც აშკარა პოლიტიკური მიკერძოებით, ფეიქ ნიუსებითა და პოლარიზაციის გაღვივებით გამოირჩევა. ეს ჟურნალისტები კი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად აქტივისტები არიან, ვიდრე მიუკერძოებელი გამშუქებლები. პროგრამას არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა ჰქვია. სინამდვილეში კი თანხა არჩევნების დისკრედიტაციას, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობასა და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას ხმარდება. პროგრამას ანგარიშვალდებულების, კეთილსინდისიერებისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში ჰქვია და მილიონობით დოლარი იმ ორგანიზაციას ხმარდება, რომელიც მხილებულ იქნა 2020 წელს არჩევნების დისკრედიტაციაში, გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგებით, რითაც ხელს უწყობდა რევოლუციის მცდელობას. ეს ყოველივე კი ადასტურებს, რომ წლების წინ გამოთქმული ეჭვები მართებული იყო, რომ მიმზიდველის სახელებით საქართველოში შემოსული უცხოური ფული რეალურად პროცესების ესკალაციას ხმარდებოდა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დესტრუქციული დღის წესრიგისთვის იხარჯებოდა. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, წრედით შეიკრება. სწორედ აღნიშნული პროგრამების მიმღები ორგანიზაციები და მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსები აქტიურობდნენ ამ კანონის წინააღმდეგ. მათ კი ზურგს უმაგრებდა შტატების იმდროინდელი ელჩი, რომელმაც ამერიკული კანონის იდენტურ ქართულ თარგმანსაც კი რუსული უწოდა. ამ კანონის შესახებ სპეკულაციები არ არსებობს, ეს არის რუსული. დღეს უკვე კიდევ უფრო აშკარაა, რომ გრანტის გამცემები, მაგალითად USAID, ადგილობრივ პარტნიორებს, ხოლო გრანტის მიმღებები საკუთარ ჯიბეებს უფრთხილდებოდნენ. ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროებას და გახსოვთ რამხელა ამბავი ატახეს ამის გარშემო, ხო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოიქვეყნებინათ ქართული ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთი მცდელობა, ამას მოყვა 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ USAID-ის ფინანსური მონაწილეობა საქართველოში განვითარებულ სხვა რადიკალურ პროცესებშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანგარიშვალდებული უცხოელ დონორებთან არიან. პარალელურად კი ქვეყანაში NGO რევოლუციის მოწყობას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ. მაგალითად სირცხვილია, რომელიც საერთოდ არასაჯაროვებს დონორების ვინაობას. ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა. ასევე USAID-ის მიერ მსუყედ დაფინანსებული გამჭვირვალობა საქართველოს უცვლელი დირექტორი ეკა გიგაური ანტისამთავრობო აქციებზე სიტყვით გამოდიოდა და ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლაზე საუბრობდა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ ყავდეს ისეთი მთავრობა, როდესაც ქვეყნის გარედან დაფინანსებულმა NGO სექტორმა ღიად დაიწყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ქუჩის აქციები, ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაც კი მოითხოვა. დამავალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან. შევერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და უზვირთდებით თბილისში პარლამენტში. ამაზე მათ დონორებს რეაქცია არ ჰქონიათ. რითაც ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ლამაზი სახელებით შეფუთულ პროექტებში კი არა, რეალურად ანტისამთავრობო რევოლუციური პროცესების ორგანიზებისთვის აძლევდნენ მილიონობით დოლარის გრანტებს. თუმცა დღეს ხედავთ, რომ გარკვეული ნაწილი ამ დაფინანსების ხდება საჯარო და ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა. ყველაზე საინტერესო მაინც არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. შტატებში ახალმა ადმინისტრაციამ და კერძოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა დაფინანსებებთან ერთად 90 დღით USAID-ის ყველა პროგრამად შეაჩერა, მათი რეალური მიზნობრიობის შესწავლის მიზნით. განცხადებაში ნათქვამია: ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების სფერო და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებთან მიმართებით არაეთიკურია. ისინი მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისთვის წირის გამოთხრას. უცხოურ ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან. ეს შეზღუდვა ცხადია USAID-ის მოქმედებას საქართველოშიც ეხება. მისი პროგრამები საქართველოში უკვე დაიხურა და დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ მათი საიტიც აღარ ფუნქციონირებს.
ასე რომ დღეს თავად შტატების ხელისუფლება ამბობს, ამერიკული ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში და რეალურად ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მილიონობით დოლარი არც ამერიკელი ხალხის სასიკეთოდ იხარჯებოდა და არც ქართველი ხალხის სასიკეთოდ. რომ არა ტრამპის გამარჯვება, ამ ხრივ მოცემულობა არ შეიცვლებოდა. თუმცა ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოლოდინია, რომ ბევრი რამ შეიცვლება და მათ შორის დასრულდება ამერიკული ფულის აქტიური გამოყენება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებში, როგორც ეს წინა Deep State-თან დაკავშირებული ხელისუფლების პირობებში ხდებოდა.